დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება გზავნილი წინაპრებისგან. ვნახოთ რისი თქმა სურთ თქვენთვის წინაპრებს. საჯარო გაშლა იქნება ორ ვარიანტად. ვნახოთ და გავიგოთ. ენერგოგაცვლის მიზნით და არა მხოლოდ ენერგოგაცვლის მიზნით, რათა თქვენ მიიღებთ ინფორმაციას, თქვენთვის წამია. მე კი ძალიან მესიამოვნება, ასე რომ ვინც კი ნახავთ, დაალაიქეთ, დააგულეთ ეს ვიდეო. დავიწყოთ ახლა პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. განსაკუთრებულად ახლა ვინც ნახავს ამ ვიდეოს, საკმაოდ ისეთი პერიოდი გაქვთ, ტრანსფორმაციის პერიოდი დაგეწყოთ, ასე ვიტყოდი და ფრთხილად იყავით, ნუ ჩაეფლობით ილუზიებში. კარგად გაარჩიეთ, სად არის სიკეთე, სად არის ბოროტება და სად სრულდება ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. რადგანაც სიკეთის სახელით ძალიან ბევრი ბოროტება ჩადენილა სამყაროში და ეს პროცესი კვლავაც სამწუხაროდ აქტიურია. პირველი ვარიანტის წარმომადგენლები, მეორე ვარიანტის წარმომადგენლები, აბა კარგად დაფიქრდით, გახსნილი გულით აირჩიეთ და ვნახოთ რისი თქმა სურთ თქვენთვის წინაპრებს. რაც შეეხება პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს, იცოდე, რომ წინაპრები შენს გვერდით არიან, განსაკუთრებით ახლა ელოდების შეხვედრას. დიდი ხნის განმავლობაში არ გინახავს ეს ადამიანი და ნერვიულობ მასთან შესახვედრად. ეს ადამიანი შენთვის ძალიან ძვირფასია. დიდი ხნის განმავლობაში ზუსტად იკრებდი ძალას. სხვათა შორის ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ ეს ეხება უმეტესწილად შვილებს. განსაკუთრებით დედები ან მამები ნახავენ ამ პირველ ვარიანტს, ეს ეხება შვილებს. დიდი ხნის განმავლობაში თქვენ არ გინახავთ და მოგიწევთ შეხვედრა შვილთან და ახალი ეტაპის აღდგენა ოჯახში, რათა მოხდეს სიმშვიდე. განსაკუთრებულად ეს ინფორმაცია მოდის, ილოცეთ, სანთელი დაანთეთ და განსაკუთრებულად მოემზადეთ მათ შესახვედრად შინაგანად, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას გარკვეული სახის სიტყვები ან წარსული ქმედებები წამოგაძახონ, ესე რომ ვთქვათ, გაგახსენონ, ან თქვენ შორის რაც იყო უსიამოვნო, ეს ამოტივტივდეს. ეს ეხება შვილებსა და მშობლებს შორის ურთიერთობას, ასევე უფროს და უმცროს თაობას. აუცილებლად უნდა დაიძლიოს, ყოველივე სათქმელი უნდა ითქვას და უნდა გაუშვათ წარსულში. კი, ახლა სიმძიმე გაქვთ გულზე და წინაპრები ყველაფერს ამას ხედავენ, მაგრამ იცოდეთ, რომ გფარველობენ. ისინი არიან თქვენი მფარველი ანგელოზები. უნდა დაივიწყოთ წარსული და თქვენ მოგეცემათ შანსი და ცხოვრება და წინაპრების ლოცვები მოგცემთ შანსს თქვენ, რათა ხელახლა ახალი ენერგია შემოვიდეს თქვენს ურთიერთობაში და გაერთიანდეს თქვენი ოჯახი. უბრალოდ იცით რა არის, უნდა დაივიწყოთ ეს ტკივილი და სხვა კუთხით უნდა შეხედოთ თქვენ შვილებს, თქვენ მშობლებს, თქვენს ცხოვრებას, მათ სურვილებს. კი, შეიძლება, აი ახლა კარგად მომისმინეთ, შეიძლება თქვენთვის მიუღებელი იყოს მათი ცხოვრების სტილი, შეიძლება მიუღებელი იყოს გარკვეული სახის მათი არჩევანი, მაგრამ თქვენ ხართ მშობელი ან თქვენ ხართ შვილი. და უნდა გაიაზროთ, რათა თქვენ ჰარმონიულად გააგრძელოთ ცხოვრება, უნდა მიიღოთ თქვენი მშობელი ან თქვენი შვილი, ახლობელი ადამიანი, როგორიც არის. აქ არის ძალიან დიდი ყურადღება ამაზე გამახვილებული და თუ თქვენ ამას ყველაფერს გააკეთებთ, შეძლებთ რომ იყოთ სტაბილურობაში. და ეს ერთიანობა რაც გქონდათ ადრე, დაიბრუნოთ. რაც თქვენს წინაპრებს გქონდათ, თქვენ დიდბებიას და ბაბუას, თქვენ საგვარეულოს, ესე რომ ვთქვათ. ანუ აქ მიღებაზე არის. ერთმანეთის მიღებაზე, ერთმანეთის კარგი და ბნელი მხარის მიღებაზე. ახლა კი ვნახოთ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს. მეორე ვარიანტის წარმომადგენლების შემთხვევაში წინაპრები გეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ გამოდი აპათიიდან, გამოდი დეპრესიიდან, ანუ რატომ არ გეცოდება შენი თავი? ანუ დაფიქრდი,
შენც ხო იცი, რომ ეს ცხოვრება ასეთია, ეს სამყარო ასეთია, იყოფა ნათელ და ბნელ მხარედ. ანუ უნდა მიიღო ეს. თუ არ მოხდება შენში ნაგანად გააზრება იმისა, რომ ცხოვრებაში არის სიკეთეც და ბოროტებაც, ადამიანები არიან კეთილი და ბოროტები ასევე, ყველა ადამიანში არავინ არ თქვას არის ნათელი და ბნელი მხარე. ყველა ადამიანში ცხოვრობს კეთილი მწყემსი, როგორც ქრისტე და ცხოვრობს ასევე იუდაც. უბრალოდ ყველაფერი არის ჩვენს ყოველდღიურ არჩევანზე. ძალიან მოწადინებული ხარ, გინდა სტატუსი, გინდა სოციუმში შენი ადგილი, გინდა წარმატება, გინდა გაღიარებდნენ, რომ შენი ოჯახის, შენი საგვარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო, ესე რომ ვთქვა. ეს ჩაბეჭდილი ძალიან ღრმად. მუშაობ ამისთვის, მაგრამ მაინც ორჭოფობაში ხარ, ვერ აბალანსებ შენ ცხოვრებას პირაცა და სამსახურს შორის, ან ორ საქმეს ხარ მოჭიდებული. უნდა ერთი აირჩიო და 100% დაიხარჯო იმ ერთზე, რადგანაც რა არის, იცი, გამოფიტული ხარ, ამას გაფრთხილებენ კიდევაც წინაპრები, იცოდე რომ გამოფიტული ხარ, აპათიაში ხარ, არ გძინავს, პანიკური შიშები გაქვს და ეს უკან გხევს შენ სამსახურშიც, პირადშიც, ანუ აღარაფრის ხალისი აღარა გაქვს. ძილის პრობლემა გაქვს რაღაც, აი კატასტროფული ესე ვიტყოდი. ანუ გაიაზრე და შეხედე ამ სამყაროს ახალი თვალებით. შეხედე რეალურად შენს ირგვლივ ყოფ ადამიანებთან თანამშრომლობა ისწავლე, საერთო ენა იპოვე. თუ არა და შენ თუ ასეთი ტემპით გააგრძელებ, წინაპრები გეუბნებიან, ხო? სერიოზულ პრობლემამდე შეიძლება მიხვიდე, ჯანმრთელობის პრობლემებთან, D ვიტამინი, უმეტესობამ D ვიტამინი გადაიმოწმეთ აუცილებლად და აკონტროლეთ. საოცრად ფეთქებადი ხასიათი გაქვს ამ ბოლო დროს რა. და შინაგანი კომფორტის ზონიდან არ გინდა გამოსვლა. ანუ კარგია, შენ არავინ არ გეუბნება, რომ ნუ იქნები კომფორტის ზონაში. მაგრამ ამ მომენტში უნდა გამოხვიდე, რათა მერე ისევ დაბრუნდე შენს ნიჟარაში და იყო ბედნიერად. შეხედე რეალობას, ხვანინდელი დღიდან, როგორც კი ადგები, შეხედე რეალობას. ასევე გეტყოდი მადლიერების პრაქტიკა. მადლიერების შეგრძნება გამოიმუშავე, მიმართე წინაპრებს, მიუხედავად შენი რელიგიისა, შენი სარწმუნოებისა, მიმართე წინაპრებს, დილით რო ადგები მზეს მიმართე, ბუნებას ესაუბრე, წყალს ესაუბრე ბოლოს და ბოლოს. და თუ ამას გააკეთებ, ხო, შენ თავად ვენახავ თუ რამდენად შეიცვლება შენი ცხოვრება და ბოლოს ნორმალურ ძილს მაინც ეღირსები და შინაგან სიმშვიდეს. მე წარმატებებს გისურვებთ, ეს იყო დღევანდელი გზავნილი მომავალ შეხვედრამდე და გახსოვდეთ, რომ წინაპრები თქვენთან არიან. უბრალოდ მიმართეთ, ესაუბრეთ მათ. დამიჯერეთ, ისინი მუდამზად არიან თქვენ დაგეხმაროთ. უბრალოდ თქვენ გაქვთ გული დახშული. გახსენით გული და ნახავთ, თუ რამდენად შეიცვლება თქვენი ცხოვრება.